სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის. ღმერთმა მოგვანიჭოს ჩვენ ძალა, რომ სიხარულის დროსაც და მწუხარების დროსაც ღმერთი გვედიდებინოს. ესე იგი, აი მე რაც გითხარით, ეს იყო მართლაც მაგალითი ადამიანს, აი შვილი გარდაეცვალოს და ღმერთს ადიდებდეს. პატარა შვილი გარდაეცვალოს, ღმერთს ადიდებდეს და ჩვენ ესე იგი ჩვენი თვალებით ვნახეთ, რომ ეს შესაძლებელი. ეს კი არა ეს რაღაც წიგნიდან ამოკითხული და როდისღაც მომხდარი, აი რაც ჩვენი თვალით რომ ვნახეთ ესე. დიდება უფალს ამბობთ. ხო და საერთოდაც აი რო დავფიქრდეთ, ქრისტიანისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის სწორედ ის, რომ გარდაცვალების შესახებ სწორი წარმოდგენა ჰქონდეს. თუ ჩვენ მარტო იმისთვის ვართ და იმისთვის ვწამთ, რომ სანამ ხორციელად ცოცხალი ვართ, იქ არის საჭირო ეს რწმენა, მაშინ ყველაზე უსუსურები და ყველაზე საცოდავები ჩვენ გამოვდივართ. პავლე მოციქულმა თქვა სწორედ ეს. მე-15 თავი არის კორინთელთა მიმართ აღდგომის შესახებ რომ საუბრობს, რომ თუ ჩვენ ქრისტეს აღდგომა არ აღწამს, მაშინ ყველაზე საცოდავები ჩვენ გამოვდივართ, იმიტომ რომ თუ ის არ აღწამს, იქ რაც გველოდება და აქაც რასაც ხედავთ, იმასაც ვიკლებთ იმისთვის, რომ იქ რაღაც მივიღოთ, მაგრამ ის არ აღწამს, რაც იქ გველოდება, მაშინ რა აზრია? ანუ ჩვენ ურწმუნოზე კიდე საცოდავ მდგომარეობაში გამოვდივართ, იმიტომ რომ იმას არ ასწამს იქ რაც არის, მაგრამ აქ ხარბად ეტანება. და ქრისტიანი თუ იმას, რასაც წარმართი აქ ხარბად ეტანება იმ ცოდვიან სიამოვნებებს, ამასაც მოიკლებს, მაგრამ არც ის არ ასწამს, მაშინ ყველაზე საცოდავი ეს გამოდის. მაგრამ ქრისტიანის რწმენა და იმედი სწორედ მკვდრეთით აღმდგარ მაცხოვარშია, რომელმაც სიკვდილი დათრგუნა და აღსდგა მესამესა დღესა და ამაღლდა დიდებით. და აი ეს არის, აი თავარი არის, რომ ჩვენ უშუალოდ აი რა დამოკიდებულება გვაქვს გარდაცვალებასთან. რა არის ჩვენთვის, რა წარმოდგენა გვაქვს. ბოლომდე რა თქმა უნდა, ამას ვერავინ ვერ ამოხსნის, სანამ არ გარდაიცვლება. მაგრამ არსებობს სწორი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით და ადამიანმა უნდა იფიქროს ამაზე. აი მაგალითად ახლა როგორც თქვენ ამბობთ, ხელ გარდაიცვალა ერთ-ერთი მრევლი კიდე, ეთობებო გარდაიცვალა. ამასთანავ მელი გარდაიცვალა. ხო და თავარი ის კი არ არის ამ წუთის სოფელში როგორ დაიბადება ადამიანი. თავარი ის არის ამ წუთის სოფლიდან როგორ წავა და ზეცისათვის როგორ დაიბადება ადამიანი. აი ბოლო ამოსუნთქვა რა იქნება, ბოლო განწყობა რა იქნება, ბოლო წლების თუ თვეების თუ დღეების ცხოვრების წესი როგორი იქნება. და ჩვენ ყველანი ამისთვის ვემზადებით. აი არ დამოვიწყდება მეუფე თადეოზის დაკრძალვა რომ იყო სიონის საპატრიარქო ტაძარში. იქ ჩვენმა უწმინდესმა პატრიარქმა ასეთი რამ თქვა, ჯერ კიდევ ძველი ფილოსოფოსები, ანტიკური ფილოსოფოსები ამბობდნენ, რომ ყველაზე დიდი ბრძენი და ფილოსოფოსი არის ის, ვინც ყოველდღურად ემზადება გარდაცვალებისთვის. აი ყველაზე დიდი სიბრძნე მაგაშია, რომ მიღმიერ სამყაროსთან შესახვედრად შენ როგორ მოემზადებ. ფსალმოში ვკითხულობთ ასეთ სიტყვებს. განვემზადე და არა შევძრწუნდე. რამე თუ ვიმარხენ მე მცნებანი შენი. ან ნახეთ, აი თუ ადამიანი ამისთვის მოემზადება, მაშინ მას ის მარადიული ხვედრი არ შეაძრწუნებს. განვემზადე და არა შევძრწუნდე. და რითი უნდა მოემზადოს? რამე თუ ვიმარხენ მე მცნებანი შენი. რამე თუ შენი მცნებები დავიმარხ. აი ეს არის მოსამზადებელი. აქ ნაჩვენებია ისიც, რომ რა უნდა გააკეთოს მარადიულობასთან შესახვედრად, რომ უნდა მოემზადოს და ნაჩვენებია ისიც, თუ როგორ უნდა მოემზადოს.
და ამაში ჩვენ ღმერთი გვეხმარება, რა თქმა უნდა, და ღმერთი გვამზადებს თავისთან შესახვედრად. ზოგს ავადმყოფობით შეიძლება, ზოგს რაღაცა სხვადასხვა განსაცდელებით, ზოგს ასე, ზოგს სიღარებით, ზოგს სიმდიდრით. ეს მან იცის როგორც არის. ზიარების როცაში ჩვენ როგორ ვამბობთ, მაცხოვნე მეუფალო, ვითარცა გნებავს და ვითარცა უწყი. როგორც ჩვენ გნებავს, როგორც ჩვენ იცი, ისე მომამზადე, ისე მაცხოვნე. მაგრამ თავარი არის აქ ის, რომ ჩვენ მერე ის, რასაც ვითხოვთ, შეიძლება ზოგ შემთხვევაში გააზრებულადაც ვკითხულობთ ამას და არ უკვირდებით, ახლა რა ვთხოვეთ უფალს. რა ვთხოვეთ, რომ მოგვამზადოს და გვაცხოვნოს. და რაღაც ავადმყოფობა რო შეგვეყრება, ჩვენას უკვე არ გვსიამოვნებს. და იქნება ამითი უნდა მოგამზადოს. რო დაფიქრდე, იქნება ამითი გამზადებს. და წმინდა მამათან აწერებში ადრე ასეთი რამ ამოვიკითხე, რომ აი საუკეთესო მომზადებაო გარდაცვალებისთვისო არისო, როდესაც აი 2-3 წელი ჩავარდნილია ადამიანი და ავადმყოფობს. ეს ახლა ადამიანური გაგებით, ხორციელი საერო გაგებით ეს ტრაგედიაა ხო რაღაც. ესე ჩავარდნილი ყოფნა და მე გარდაცვალება, მაგრამ სულიერი გაგებით წმინდა მამები როგორც განმარტავენ. ეს პირიქით ყველაზე საუკეთესო პირობებია მოსამზადებლად. რატოა საუკეთესო პირობები? ამ დროს დანებებული გაქვს ყველანაირი ხორციელ საქმიანობას თავი. არ ქორიაქო არაფრის გამო, ეხლა ის არის, მერე ის არის, მერე ის არის და არ გავიწყდება გარდაცვალება, არამედ პირიქით შენი ბუნებრივი მდგომარეობაც გახსენებს ამას, რომ შეიძლება ყველა წუთში მოხდეს ეს გარდაცვალება და ფიქრობ ამაზე. მით უმეტეს თუ მორწმუნეა ადამიანი, ამაზე ფიქრობს, რომ რამე არ ქონდეს აღსარებაში სათქმელი. მორწმუნე კი არა, ურწმუნოც კი, ესე იგი, აი ეს ტკივილი განსაცდელი ცვლის ადამიანს. მე მქონდა სხვადასხვა სადღაც 3-4 წლის წინ ალბათ ესეთი შემთხვევა, რომ ერთ-ერთი ქალბატონი იყო, რომელიც როგორც ჩანს, მთელი ცხოვრება რაღაცა ათეისტურად გაატარა და პირიქით ეკლესიას გმოვდა და ღმერთს და რაღაცა ესეთი ის იყო და მე უბრალოდ რო გავიგე, რომ ესე იყო, ვკითხე, რომ ხო არ უნდა მეთქი რომ ეზიაროს ან რაღაცა და არაო მამაო, რა უნდა ეზიაროს, ესეთი ესე გაატარა, ესეთი დამოკიდებულება ჰქონდა. და მე არ ვიცი რაღაცნაირად რა მოხდა, მეუთხარი რომ მაინც ცადოთ მეთქი. ხო და აი მაშინ კიდე დავწმუნდი, რომ ის ტკივილი და განსაცდელი ადამიანს ცვლის და რო ვერ წარმოიდგენდნენ ოჯახის წევრებიც კი, მივედით, დაველაპარაკეთ, მას ჰქონდა სინანული ყველაფერი იმის გამო, რაზედაც ველაპარაკეთ უკვე და და ეზიარა ადამიანი და წავიდა და განა მე-11 ჟამის მუშაკი ეს არ არის? ხო ისიც არ გაუშვა ღმერთმა იმის გარეშე, სასყიდლის გარეშე, არც ისინი არ გაუშვა. ხო და ღმერთი ადამიანებს ამზადებს იმისათვის, რომ უფალს შეხვდნენ და მქონდა ერთი ასეთი შემთხვევა კიდე, ერთი ადამიანი იყო, ისიც არ ცხოვრობდა ეკლესიურად და აი ახსარებას რო ამბობდა, შეიგი მე თან მაშინ ჯერიცაც ახლაც ახალი აკურთხი ვარ, მაგრამ მაშინ მით უმეტეს და აი მე ეგეთი ახსარება არ ქონდა არასდროს მოსმენილი, აი ჩვენი ახსარება რა არის ზედაპირული და ის კიდე ჩავარდნილი რო ადამიანი ამაზე ფიქრობს, დროც მეტი აქვს რო იფიქროს და თან იმ რეალობის წინაშეა, რომ ღვთის წინაშე უნდა წარდგეს და მისი ახსარება სხვანაირი საფუძვლიანი, სხვანაირად ღრმა არის, სხვანაირად განიცდის ამ დროს ადამიანი და აი ამ ყველაფრით ღმერთი ადამიანს ამზადებს. აი როგორც ცეცხლში რომ ოქრო განიწმინდება, იმ ტკივილებშიც ადამიანი განიწმინდება. აი სულიერად თუ შევხედავთ ასე, მერე თან დაბლდება, რომ იცი რომ შენ უნდა მოგემსახურო, იქ ის მოგაწოდო რაც საჭიროა ხო ყოველდღიურად. მისთვის იქ რაღაც გარკვეული უხერხულობაა, გარკვეული და დაბლდები ამითი ადამიანი. და ღმერთი ამითის ამზადებს. და არა მარტო მას ამზადებს, არამედ მის გარშემო მყოფებსაც მადლს ანიჭებს ღმერთი. მისი მოვლის მადლს.
აი ესე მოქმედებს ღმერთი, ესე ამზადებს და ამიტომაც არის ფსალმოში ნათქვამი, რომ განემზადე და არა შევძრწუნდი. რამე თუ ვიმარხენ მე მცნებანი შენი. მაგრამ მარტო ის კი არ ემზადება, ვინც ჩავარდნილია. აი თითოეული ჩვენთაგანი უნდა ემზადებოდეს ამისათვის. ყოველდღურად უნდა ფიქრობდეს არა იმაზე მარტო რა შეჭამოს, რა დალიოს, რა ჩაიცვას, რითი გაერთოს თუ რითი დრო მოკლას თუ რითი დაისვენოს. არამედ იმაზე, რომ ესე იგი ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ ღვთის წინაშე. ღმერთი რას ფიქრობს ჩვენზე, მოვწონ ვართ ღმერთს თუ არ მოვწონ ვართ. ეს საერო სიტყვით რო ვთქვათ, ეს სულიერი სიტყვით ასე იქნება. ჩვენ სათნო ვართ ღვთის წინაშე თუ არა. და ღვთის წინაშე უნდა სათნო ცხოვრობდეს ადამიანი. აი მასია ქრისტიანი, სათნოთ უნდა ცხოვრობდეს. ამით უნდა ემზადებოდეს. ღმერთმა არ ცხონოს ეთერი ბებოს, სული პატარა ანდრიას, ანგელოზის სული ღმერთმა არ ცხონოს და მათი ლოცვითი და ღმერთმა ჩვენ შეგვიწყალოს თავის დროს. ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა მშვიდობიანი დილა გაგიჩენოთ.